მეორე მსოფლიო ომის დროს მარტო საბჭოთა კავშირში დაიღუპა 26,600,000 ადამიანი, რაც მაშინდელი მოსახლეობის თითქმის 14% წარმოადგენდა. აქედან 10,600,000 იყო სამხედრო, ხოლო 16,000,000 წარმოიდგინეთ, იყო მშვიდობიანი მოსახლეობა. მარტო საქართველოსდან 3,000 ადამიანი დაიღუპა. აქედან 190,000 იყო სამხედრო, მათ შორის ჩემი დიდი პაპა და ბაბუა და 110,000 იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც 8,3% იყო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის. როდესმე ვინმესგან თუ გაგიგიათ შეკითხვა, რატომ არ აიცილა სტალინმა ეს ომიო? მაინტერესებს და თუ არ გაგიგიათ, ისიც დაწერეთ თქვენი აზრით რატომ.